განვაგრძოთ მოკლედ. გაჭედა მოკლედ და ხელახლა გავაზიარ. სად არის ახლა ტესტი დაიწყო. ყველაფერი ჩვენს წინააღმდეგ. ეს რა ვასე. მესამე იყო და შემდეგ არა, მესამე არ გეკითხებია. მესამე ხო წაიკითხე კარგი. ბაბილონის სამეფოს გარდა რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ქალაქი ბაბილონი? გემიწერია ამაში. ანუ ვეძებთ დას. რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო ბაბილონი? რომელი სახელმწიფოს დედაქალაქი იყო? ბაბილონი. კი, რა გიწერია? მე მიწერია კე. ეხა განაზოგადია ვაკითხო. აი რაღაცა სახელმწიფოს დედაქალაქი იყო რაღაცა და ჩვენ რას გვეკითხე? ესე იგი, ჩვენ უნდა ვიპოვოთ სახელმწიფოს ქალაქი. დედაქალაქი. სახელმწიფოს დედაქალაქი. დედაქალაქი. არა, ჩვენ ვეძებთ სახელმწიფო. ჩვენ ვეძებთ სახელმწიფო. ჩვენ ვეძებთ სახელმწიფოს. ხო? ხო. და ამ სახელმწიფოში არის ბაბილონი. აი ჩვენ სახელმწიფო. და ეს ბაბილონი რომლის დედაქალაქია? ბაბილონი რომლის დედაქალაქია? კიდევ. განმეჯობებია. კითხვა. ანუ ჩვენ დავიპოვოთ ბაბილონის დედაქალაქი სად არის კიდე? სად იყო? ვისი დედაქალაქები იყო? ანუ უფრო მარტივად რო ვისაუბროთ, კითხვა აქცენტი ხო ყველაზე კარგად უნდა გამოვკვეთოთ. ვისი დედაქალაქები იყო, ანუ უფრო ზუსტად რომელი სახელმწიფოს დედაქალაქები იყო ბაბილონი. ბაბილონი, ანუ ბაბილონი ფაქტობრივად ვისი დედაქალაქი იქნებოდა? ვინც დაიპყრო? მოდი ახლა მივყვეთ. ჯერ ეს აქცენტი დავსვით, თავარი არის რომ აქცენტი დავსვათ სწორად. აქცენტის გარეშე ცხოვრება არ არსებობს, იცოდეთ რა. თუ აქცენტს არასწორად დასვათ, ვერ გაიგებთ. ნუ რა თქმა უნდა დაგესვო. საერთოდ არ დასვი. ვიცი. რა სელოდები, ეიბლის სელოდები მაგისა მაინც? არა. მას მე სხვანაირად გავიგე ის ამ კითხვაში. ხო, ეგ არის ზუსტად სხვანაირად გაიგე, იმიტომ რომ თქვენ რაც არ უნდა ცოდნა გქონდეთ, სულ 20 ჯერ გაიაროთ ეს წიგნი და მოვასწროთ და 20 ჯერ გაგატაროთ. თუ ეს არ გააკეთეთ, არანაირი აზრი არ აქვს რა ყველა და ვერ გააკეთეთ კითხვა. გამორიცხე აბა? პირველი გამორიცხა ბაბილონის სასულიერო. ესე იგი, ასურეთის დედაქალაქი იყო. ესე იგი, შაბლონური წერის ტექნიკის ეს არის შაბლონური პუნქტობრივი შედარების შაბლონი. ასურეთის დედაქალაქი, ბაბილონის დაპყრობის შემდეგ იქცა ირანის დედაქალაქი, მაკედონელის დედაქალაქი და ხეთების დედაქალაქი. შენ რა გეწერა? მე ვეწერა კი. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი? ასურეთის, ანუ პირველი უნდა გამოგერცხა. პირველი უნდა გამოგერცხა ა. კიდევ ხეთების დე იმედია თავიდანვე გამორიცხე, თუ არა? კი, პირველი დე გადავხეთ. დე და გ და ბ დამრჩა. ა. დაგრჩა ბ და გ. 50-50. ხო. ალექსანდრე მაკედონელის იმპერიის დედაქალაქი და აქემენური სპარსეთის სახელმწიფო დედაქალაქი. სახელმწიფოს დედაქალაქი და იმპერიის დედაქალაქი.
გამარჯობა. კითხვაში ანუ ეს ცოტა მე უნდა დავსრულიყავით კითხვა და სახელმწიფოს დედაქალაქი. ხო, ეს სინთეზი უნდა მოხდეს შეადარო კითხვა პასუხს. But no. შემდეგ შეცდომა. მეოთხე შევაფშეთ. ეს დაგეზარა წაკითხო თუ რა? არა. მეოთხე შემიწერია, წაიკითხება კითხვა. რომელი არის მართებული მსჯელობა ხეთების სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ? მეორე 1000 წელში მცირე აზიის ქალაქ სახელმწიფოებთან დაწინაურდა ქალაქი ქანესი, რომლის მმართველმა დაამარცხა მეზობელი ტომები და საფუძველი ჩაუყარა სახელმწიფო და პირველ ხეთურ გაერთიანებას. ხეთების დიდი სახელმწიფო სათავეს იღებს ქალაქ ხათის მმართველის ნურდაგალის მიერ მეზობელი ქალაქ სახელმწიფოების დაპყრობიდან, რა დროსაც მან შეძლო ხეთური ტომების პირველი გაერთიანების ჩამოყალიბება. ძველი წართავრიცის მეორე წლის ბოლოს რატო კითხულობ? ანუ მე ცეკვდებს მაგრამ თქვენ ვაუ მე გითხარი კითხვა წაიკითხე თუ რა გავარჩიო. თან შეთქო შენ გაიგე ხამად რა ეწერა. შენ თვითონ გაიგე რა ამ ასე სწრაფად თუ კითხულობდი? არა იქ არ კითხულობდი ესე სწრაფად. სად იქ? როცა ვწერდი. აქ. აქ წერდი. ხო, ისმე. აბა კითხვა წაიკითხე. რომელი არის მართებული მსჯელობა ხეთების სახელმწიფოს ჩამოყალიბების შესახებ? ჩვენ გვეკითხენ რაღაც სახელმწიფოზე რას? არა, მაგას არ გვეკითხებიან. ჩამოყალიბება, სახელმწიფოს ჩამოყალიბება. ხო. რაღაც სახელმწიფოს ჩამოყალიბებაზე გვაქვს აქცენტი გაკეთებული. დიახ. ზოგადი კითხვა არის ჩამოყალიბების შესახებ. აქცენტი რომ დავსვათ კონკრეტული, ეს არის ხეთების სამეფო როდის ჩამოყალიბდა, მესამე როდის ჩამოყალიბდა ესა თუ ის სახელმწიფო. ხო, ჩამოყალიბება მთავარი აქ აქცენტი. რას ვეძებთ? მართებულ ვერსიას. აი, ლოგიკური ვერსია იპოვეო, როგორ შეიძლება და სახელმწიფო ჩამოყალიბებულიყო. ეს სახელმწიფო არის ხეთები. ხეთებზე რამე ინფორმაცია გააქვს? ხეთებზე? ხო, ხეთებზე. კი აი. ძველი წლების მეორე 1000 წლის ბოლოს მცირე აზიის ქალაქ სახელმწიფოში. არა, შენ თვითონ თუ გაქვს პასუხებს თავი დაანებე. არა. ხო, ეხლა ნახე მარტივ რაღაცას გეტყვით. თქვენ თეორიას ზუსტ სწავლობ. კონდეს აზრი. რომ კონდეს რაღაც აზრი. აი რომ ვცდილობ ხათების ეხლა მომენტში. ხო, ანუ თუ არ იცი, ესე იგი ის თეორია ისთვის ჩამაბარე. გამოვიდა რომ ყველა ჩამაბარე. ხო? ანუ რეალურად თქვენ თეორია იქამდე უნდა გაყოთ, სადამდეც გამოიყენებთ, ხო რეალურად. მოდი ახლა პუნქტობრივი შედარების შაბლონი გამოვიყენოთ აქ. ხეთების სახელმწიფოზე არაერთი ინფორმაცია არ გაქვს, სამწუხაროდ და გაგწყო ყველაფერი. მეორე 1000 წლებში ჩამოყალიბდა, მეორე 1000 წლის ბოლოს, ნახე უკვე ორი დიდი განსხვავება და მეორე 1000 წლის დასაწყისში. აქ რა არის პასუხი? ხო, ნახე. აი ეს ნურდაგალი დასწავლი გაქვს. შენ რა გეწერა? ანუ შაბლონური წერის ტექნიკით, რადგან ჩვენ ვიცით რომ 4 პასუხიდან 2 უნდა გამორიცხოთ, ჩვენ გვაქვს ესეთი შაბლონი, რომ ის პასუხი, რომელიც ნასწავლი გვაქვს, ნასწავლი არ გვაქვს, ანუ პროგრამაში არ ხდება, მაგრამ ილუზიას გვექნის რომ ვისწავლეთ, ეს არ არის სწორი. ნურდაგალი ასეთი რაღაც არ გვისწავლია და ამას გამოვრიცხავდით პირდაპირ. აქ რომ ხაზავმე ფერადად ეს არნიშნავს რომ თქვენ იქაც უნდა ამოწეროთ. სახელი არ ეწერა მმართველის და ანუ იმ წავედი რომ ეს ნურდაგალი რომლის ნურდაგალი ხო შევთანხმდით რომ გამოვირცხა. შავ ფურცაზე თქვენ უნდა ამოწეროთ მე 3 პასუხი. და მე 2 პასუხი. დაგვრჩა A მეორე 1000 წლეულის აი ძალიან მარტივია დასაწყისში მცირე აზიის სახელმწიფოდან დაწინაურდა ქალაქი ქანესი მეორე 1000 წლეულში მეორე 1000 წლეული არის როდიდან როდემდე მეორე 2000 და 2003
მეწელთა აღრიცხვაში ხარ. ბრძოლის წელთაღრიცხვი. ბრძოლის წელთაღრიცხვი. მეორე 1000 წლეულოდან საიდან სადამდე? 1000 წელი რამდენი? ეხლა ლაივს გავთი შევ გაკარით იცოდეთ არ ვიცრად კიდე. მეორე 1000 წლეული არის 2000-დან 1000 წლამდე. 2000-დან 1001 წლამდე. ეს არის ძველი წელთაღრიცხვი. აქედან მეორე 1000 წლეულში ნებისმიერ დროს ხო შეიძლება ჩამოყალიბებული იყოს სახელმწიფო. აქ გვაქვს მეორე 1000 წლეულის ბოლო არის. როდის? ბოლო რას ნიშნავს? ბოლო 1000. ხო, სადღაც ეგრე. 1100-დან 1001-მდე დასაწყისი არის 2000-დან 1900 რაღაცამდე. რა ვიცი, დასაწყისი 10-დან 10-იც არის, გააჩინე რას მოიაზრე. ეხლა მითხარი, სახელმწიფოს ჩამოყალიბება ბოლოს ხდება სადღაც გაურკვეველ წელში თუ დასაწყისში? დასაწყისში. ჩამოყალიბება პროცესში. მეორე 1000 წლეულის დასაწყისი. თქვენ რა გიწერეთ მას? ეს რა გითხარით? მე გე გითხარით? ხო. ნუ გეშით პითხანაა, ხო? ხო. გე გითხარით პასუხი? ხო, მე. მე ის წელს. არა, ეს არასწორია, კაცო. ეს ცოტა გითხარით. არის რა გინდა? რატო? ამდენი ხანი გავარჩიეთ რა. გამოვიდა. ვერ გავიგე ეს ერთი რატო? სული და შემდეგ შეცდომა? ერთი სული და ხო შეცდომა თუ რა? არა, აქ რო გავიეს. ორი ჩამოსწორდა აქედან. აბა ვის აქვს შეცდომა? მე იმათი შეწერია. წაიკითხე აბა. ის მე ეკრანი. ეს შეგწერია? ბე. ვიცი ჭედა თუ რა არის ეს. დიდხანს რო ჩერდება ალბათ ეკრანი მერე ჭედავს თუ რას. სნიდარო. აი ყაფასო. არა, არ დავაკვირდ. ეგ იცის და დაუკვირდ. აურა. ზომია დოქტორს. ეხა გაიჩინე აი გადავაშავე. მესენჯერზე ეკრანს გასიაჭა. ნინიც აღარ არის აქ საერთოდ. ის გამოფულა. ეს არის რა მოდიო. ჩართული და. აბსოლუტურად ფიგურ გამოვხმეცა. ხო. მიწერო. მინის. კიდე გავუჭე ხო ანუ. ოხ, მერცო ჩემო. გადავიდა. იმდენი მიჩხუბა. საერთოდ ძირითადად რა შეუწყო ხოლმე კოლხეთში საზოგადოების განვითარებასა და სახელმწიფოს ჩამოყალიბებას. აბა განაზოგადე გითხრა. ხელშემწყობი ფაქტორები საზოგადოების განვითარება. ჩვენ განზოგადებული რა არის? კითხვა რას ეხება?
არა. საზოგადოების განვითარებას და სახელმწიფოს. საზოგადოების განვითარება სახელმწიფოს ჩამოყალიბება. დიახ. ეხლა მეორე. კონკრეტული ანალიზი. დიახ. კონკრეტული ხელშემწყობი იქნება. რა, ხელი რამ შეუწყო ხელი? ხელი რამ შეუწყო? შეუწყო კოლხებს. ხო? კოლხებზე რა ინფორმაცია გაქვს? კოლხებზე ეს ინფორმაცია, რომ ზღვის პირას აურთე. პირველი უნდა იცოდე წლები. ხალხო, თუ წლები არის ის ვერ იაზრონებთ ეპოქაში. როგორ უნდა იაზრონო? ჰაერზე საუბრობ, აი კოლხები ზღაპარივით გამოდის რა მერე. წლები თუ არ ისწავლეთ, აზროვნებას ვერ შეძლებთ. საიდან სადამდე არსებობდა ესა თუ ის სახელმწიფო? რა არის ამაში რთული? მე-12 ან მე-13-დან იწყება და სადამდე არსებობდა? სადამდე არსებობდა? მე-7. აქცენტი დასვი რას ეძებ ახლა? რას შეძებ და რამაც ხელი შეუწყო ხო? ჩვენ ვეძებთ მიზეზს რატო ჩამოყალიბდა ეს სახელმწიფო საზოგადოებად ან სახელმწიფოდ რამ ჩამოყალიბდა? რამ ჩამოყალიბდა სახელმწიფოდ? მეურნეობის განვითარება, დასახლებების გაჩენა, ქალაქური ტიპის, რა გეწერა შენ აქ? როგორ? სამრეწველო გამოყენება, რა არის მრეწველობა? აი, როგა სამრეწველო როგორ იყო? ბაზარზე. მრეწველობა. არ ჩაგუგულო. აბა, შრომის იარაღი, ან შეიძლება შრომის იარაღის განვითარება სახელმწიფო ჩამოყალიბოს. არა. კაი. ეს გამოვიდით ხა. 25% მოგვემატა. მეურნეობა, ქალაქების დასახლება რის გამოჩნდება? მიზეზი რა არის? ნახე, სხვა ფაქტორებთან ჩვენ გვჭირდება მიზეზი. დიდი ქალაქების ტიპის დასახლების კოლხებში ეს გამოჩნდება ერთადერთად დიდ დასახლების. გასაგებია, მაგრამ რა ქმნის სახელმწიფოებრივებს, ასე თქვა, ჯგუფებს? ანუ რა იწევს, რომ ჩვენ ქალაქები ხო რაღაც მიზეზით ჩნდება. მაგალითად, თბილისის სიდიდე რამ განაპირობა? იმან რომ თბილისი უბრალოდ კარგი ადგილია და მოდი წავიდეთ თბილისში თუ რა? აქ არის ვაჭრობა მარტივია, ყველა თითქმის საქმიანობისთვის არის ძალიან ისეთი. ჩამოდიხარ და აქ სამსახურს იშოვი მოკლედ რა. ბევრს გაყიდი, ძვირად გაყიდი და ასე შემდეგ. ეხლა ნახე, შენ პასუხს მიწერო სახელმწიფოს ჩამოყალიბება და საზოგადოების განვითარება განაპირობა ქალაქების ჩამოყალიბება. არა, ეს პირიქით ხო? ასე მიახდი. ან ლოგიკა სადაა? მე რატო ვარ ძლიერი ქალაქი? იმიტომ რომ თბილისი მქვია? არა. აი ამას მიწერ ხა პასუხად მიხვდი? დიახ, ანუ თავიდან იწყება ისე რომ მეურნეობით განვითარებით და ამიტომ შემდეგ შეიქმნა. ინტენსიური სოფლის მეურნეობა, მაგრამ სოფლის მეურნეობა კოლხეთში იქნებოდა? დაჭაობებული რო იყო. არა, იქ უფრო და დაგჭერ რკინის მრეწველობა, ხალიბები არ გახსოვთ? კი, ხალიბები. რკინის დამუშავება. ყველაფერზე ეთანხმები და თუ ყველაფერზე ეთანხმები კი და ხო, მაშინ იმ მომენტში როგორია, ანუ იმ მომენტში რა არის, იცი? იმ მომენტში არ აკეთებ ამას. სად გაქვთ აბა ნაწერები მაჩვენეთ? მას არ ვიცი თქვენ მოგეცით. თქვენ მოგეცით. არა, მე რომ მომეცით არის ერთი გვერდი. ერთ გვერდში 35 კითხვის ამონაწერი სად გიწერიეთ აბა? აი. ხო, აი მე შემდეგ სიმულაციაზე თვითონ კითხვაზე თუ არ იქნება გარჩევა, აი ესე ხო გადავხევ. დიახ.
დავხერ და გავყრი მთელ აკადემიაში და მე იპოვით საკითხავთ იცოდეთ. რა შეიძლება გამოვიყენო? მეშვიდე. მე მაგიცნობ. ერთიც გავარჩიეთ და გვეყობა. ან მოდი ჯერ გადავიდეთ სხვა დავალებებს და მე დავბრუნდეთ უკან დროში ჩავეტირებ. მოკლედ ამ დავალების გარჩევა მეგონი მიხვდით. როგორ უნდა გააკეთოთ და რა ტიპის ის არის. რუკა. რუკაზე კიდევ ერთხელ შეგახსენებთ რას აკეთებთ. ჯერ ერთი აი ესეთი დავალებები მოგიოთ კითხვები. ანუ უნდა იყოს კითხვა, ეს ძალიან მარტივია ხა. ამას არ გკითხავ. ეს არის უმარტივესი კითხვა. ამ ფერით რა არის? ცოტა რთულია, კი, სახელმწიფო უნდა იცოდე. ფაქტობრივ ცოდნა თქვა, მაგრამ ესეც მარტივია. ამაზე უფრო სააზროვნო კითხვები მოგივათ, რა. რუკაში ყველაფერი არის ხოლმე ძირთად პირობით აღნიშნავს არჩევთ პირველ რიგში. ხო, ჩამოვალოთ. კარი რო შეცვალო. დიახ. რუკაში არჩევთ პირობით აღნიშნავს. პირობით აღნიშნების შემდგომ ფაქტობრივად ჩვენ ამონაწერს აკეთებთ. აი, აქ რო გადმოხვედით, სადაა თქვენ რუკაზე ამონაწერი? იღებ ჩავფურცელს და წერთ. პირველი რას წერთ? რომელი ეპოქა? აი, რომელი ეპოქა ერთ შეხედოთ, რას უყურებთ? ალექსანდრია, ბითვინია, კილიკია, ეპოქა, ექსიოს პონტო. რა გახსენდებათ ამათ? ტიგრანოკერტი. აი, დაჟე წელიც კი დაგიწერეს. ამას რა თქმა უნდა არ დააკვირდებოდეთ, ხო? მას აი არ ჩასწრას. წელს დავაკვირდი იქ რო ეწერა. გაადიდეთ მერე, ვინ გეუბნებათ, რომ არ უნდა გაადიდოთ. ხო, ანუ ეს არის ძველი წელთა პირველი საუკუნეში ვარ ძველი წელთა ხით. ეპოქა არის ეს. პირველ საუკუნეზე რაც კი გვახსენდება დავწერთ სახელმწიფოები, არსებობს რომი, არსებობს ირანი, ისა სომხეთი, დიდი არმენია, სოფენე, პონტო, იბერია, ყველაფერს მოკლედ დავწერთ. ეს გვინდა თუ არ გვინდა, არ გვაინტერესებს. და ამას სჭირდება 30 წამი. და მერე ბრძოლის ადგილიც გვაქვს ჩვენ ტიგრანოკერტთან მოცემული 69 წელი. ამოწერ ბრძოლა 69 წელს ტიგრანოკერტთან. კიდე რა ინფორმაცია რუკაზე? ამას წერს. ლაშქრობები, ვიღაცის ლაშქრობაა მოცემული, ორი ლაშქრობაა მოცემული. ეპოქა და გავიგეთ, ანუ ვიცით უკვე რაზე ვაზროვნებთ. რომ ჩვენ ჰაერზე არ ვიწყებთ არსებობას. მე გადავდივარ კითხვაზე და ეს უკვე არის მარტივი. წაიკითხავ კითხვას, ადიხარ ზემოთ ანალიზს აკეთებ. რა ეწოდება ამ ფერით აღნიშნულ სახელმწიფოს? ეს არის ამ შემთხვევაში რა? ირანი? არა. არის კი? პირველში რა გიწერიათ? ირანი არ არსებობდა ხალხო ამ დროს. აბა რა არის? დე არის. ამდი არის. პარტიებთან ხო ის შეეცრა ბრძოლას. ეს არის პარტია. ხო, პარტია. პარტია გეწერათ? არა, გემიწერა, თქვენ თვითონ არიო და არა, ге არ არის, აქ არის ირანი. ისე პარტია. ირანი დაარსდა 221 წელს, ახალ წელს. შემდეგი. მეორე შეგეწერა. ეს ხო შეცდომით გქონდათ? არის. ეს სწორი იყო. რესპუბლიკა არის, იმპერია იწყება როდიდან? ხედავ ყველგან წლები გჭირდებათ. როდიდან იწყება იმპერია? მერვე საუკუნე 700 წელს არ დაარსდა. იმპერია, ხალხო, იმპერია როდიდან იწყება? რომი რა? სამეფო არის 753-დან 509 წლამდე ძველი წელთა აღრიცხვით. კაი, დახურეთ კარი. რესპუბლიკა არის 509-დან
ძველწა თაღრიცხვით საიდან? სადამდე? 29 წლამდე, ან 31, რა ვიცი, ან 54 ვერ გაგებ. იმპერია არის 44, 31, 29-დან. ნუ თუ არ ჩავწვით აქ პრინციპად დომინანტის ხანა. წლები თუ იცით პასუხი. წლები არ იცით, 20 ქულას იცი როგორ დაკარგავთ? თქვენ თელი შრომა წყალში ჩაგეყრებათ. და არ ისწავლოთ წლები. მე აი, რა ვიცი, ყველა არ სწავლობ, წლები არ იცი. როგორ შეიძლება წლები იცოდე და არა, კერდ უნდა იმეორო ყოველდღიურად. გოზინაყებს რო გადაყვები ახლა 2 კვირის განმავლობაში ვერ დაიმახსოვრებ. მესამეში რა გაქვს? დევ თქვით ხო მესამეში? მეოთხეში? პონტოს სამეფო, მეხუთეში გნეუს პონტოსი და მეექვსეში 4. მოკლედ რუკა არ არის რთული დავალება. რუკაში არ შეიძლება ადამიანებმა უბრალოდ ქულები დაკარგოთ, ყველა ქულა მარტივად აიღებთ. თუ აზროვნებთ და შესაბამისად არსებობთ. თუ არსებობთ, ესე იგი ლოგიკური მსჯელობა შეგიძლიათ. ხო? ეს ძალიან აზროვნება, არსებობა და ლოგიკა. და დაკვირვება. თქვენი პირველი მტერი არის დაუკვირვებლობა. ფიქრი ყოფილებზე და თუ არ ყავთ მომავალზე, რა ვიცი, ან რა ვიცი, ნეტა რა იქნება მომავალში, ან აქ ჩამოთხრეს, ან მალე მოჭა, რა ვიცი, მე მგონი რა დაუკვირვებლობა არის თავარი მტერი და თუ ამას არ აღმოფხრით, როგორი ბეჯითებიც არ უნდა იყოს, არაფერი არ გამოგივათ. ახალი დავალებაზე გადავიდეთ ახლა. 27. დიახ, 27-ს 5 კითხვიანზე. აბა წავიკითხოთ. აქ არის 415 წლის სიცილიის კამპანიის მსვლელობისას გადავა. ათენელთა არმიის სარდალი ალკიბიადე გამოიწვიეს სიცილიიდან და ჩამოაშორეს არმიას. ალკიბიადემ ათენში დაბრუნება ვერ გაბედა და სპარტას თავი შეაფარა. ახლა უნდა წავიკითხოთ ჩვენ პირველი კითხვა. აბა რა ვიცი, ამ თახში ვერ იჭერს ხოლმე ინტერნეტი. გადავიდეს. გვერდს. წავკითხო. კი. დაასახელეთ ერთი კონკრეტული სამართლებრივი რელიგიური მიზეზი, რაც განაპირობა ალკიბიადის წინააღმდეგ პროცესის დაწყება და სარდლობისგან მისი ჩამოშორება. წავკითხოს. დიახ. კომპანია სანამ დაიწყებოდა, უცხო პირებმა ღვთაების ქანდაკება დააზიანეს. და მე მიწერია რა ღვთაების ქანდაკების შებრალოში დასწრების პლანი. იცით რა არის? ეგ არის რელიგიური. არის სამართლებრივი, არ არის რაღაცა აი ის და სად გიწერია? ნახე, რა ითვლება ეს? ალკიბიადე რელიგიული არის. ალკიბიადეს ბრალი დასწეს ჰერმების შებრალვაში, რაც სამართლებრივად დემოკრატიის საწინააღმდეგო ქმედება იყო. ხო? დემოკრატიული წესრიგის წინააღმდეგ მიმართული ქმედება იყო. უნდა გაიგლოთ, იმიტომ რომ თქვენ ტექნიკურად არასწორად გაქვთ. რელიგიური მიზეზი გიწერიათ მხოლოდ და არ გიწერიათ სამართლებრივი მიზეზი. ხო? აქაც იგივეს აკეთებთ. კითხვას თუ არ განაზოგადებთ, ვერ გაიგებთ. მე მეგონა რომ ეს შედიოდა სამართლებრივ იმაშიც შეგვია. ჰერმების შებრალვა არის, რომ მე შევბრალე ჰერმები, ანუ ღმერთის ქანდაკებები შეუბრალე რელიგიური ისარი, მაგრამ სამართლებრივად რა მე სად ჩანს პასუხში. კითხვა უნდა განაზოგადოთ აქაც. რას ვეძებ? მე ვეძებ ერთი პირის მიერ
ერთი პირის მიერ სამართლებრივ რელიგიურ მიზეზს, ესე იგი მე ვეძებ რაღაცა მიზეზს, რის გამოც ჩემს წინააღმდეგ დაიწყეს სასამართლო. ოღონდ როგორ მიზეზს? რელიგიური მიზეზი და სამართლებრივი მიზეზი. ორი მიზეზი მჭირდება ფაქტობრივად. ამას თუ განაზოგადებთ, უნდა ამოწეროთ, ანუ ასე გააკეთეთ ხოლმე, მე ვეძებ ჩემს წინააღმდეგ, არა უშო გადმოიტანეთ საკუთარ თავზე. მე ვეძებ ჩემს წინააღმდეგ რელიგიური არის ხელმების შემღალვა, რამაც დემოკრატიული წესრიგის დარღვევა გამოიწვია. შენ საერთოდ არ გიწერია ეს დავალება? ცდილობაც არ გქონდა? მეორეში გაგიწერია. მე ჯარის სიცილიაზე განსხვავებაა და არ ვიცნობი არ არის. ხო, პოლიტიკური შედეგი, მაგრამ პოლიტიკური შედეგი რისთვის? შედეგი პოლიტიკური იქნებოდა, რომ სიცილიაზე ჯარი გადასხა? თუ აღარ გადასხა? დამარცხ. გადასხა. ხო შედეგზე ალაპარაკი სამართლებრივ. ნახე, მე ჩემს წინააღმდეგ რო სამართლებრივი დევნა დაიწყეს, მაგისი შედეგი რა იყო მერე? სამხედრო პოლიტიკურად. რომ ის ვერ დაბრუნდა და ის ჯარი ხა სიცილიაზე? ხო, ხო. ის ხარეს გადავიდა ალკიბიადე. ალკიბიადე ხო წა იმას იმ ვის მხარეს? კი. მისი მიწი ვიღაც გავდო მე ის ეგ აღარ ვიცი, აბა წამიკითხე მოკლედ სული პასუხი. ანუ უბრალოდ ჯერის სიცილიაზე გადას ის მიწერია. ხო გადაიყვანა ჯერის სიცილიაზე. გადაიყვანა ჯარი სიცილიაზე. შენ სიცილიაზე დამარცხდა მიწერა. სიცილიაზე დამარცხდა? ხო, იცი რა, მე შემიძლია შენ ჩაგითვალო, შენ გაგინულო. იმიტომ რომ შენ ფაქტობრივი შეცდომა გაქვს. სიცილიაზე კი არ დამარცხდა, სიცილიაზე ანუ რო ჩავიდა და რეალურად ეს სასამართლო ხო მერე მოუწეს. კი. და უკან რო აღარ გამოიწვია და გაბრაზდა მოკლედ ამ ყველაფრის გამო გადავიდა სპარტელების ხარეს. ხო. და შენ ეგ ფაქტობრივი შეცდომა გქონდა შოვა. შენ ტექნიკურად სწორი გაქვს. მაგრამ არ არის ძალიან გამოკვეთილი. ხო. მაგრამ ლოიალური თვალსაზრისით შემიძლია ჩაგითვალო. გაჩნია როგორ დამპრობლემი. ხო, როგორი გამსწორებელი იქნებიან და ის სავარაუდოდ ძალიან თუ დაგაჭერდნენ, მაგას არ ჩაგითვლიდნენ და უფრო მეც. პასუხი იქნებოდა ახლა ამ შემთხვევაში. კონკრეტული იქნებოდა, რომ ესე იგი ალკიბიადე ათენში დაბრუნების შიშით სპარტაში აფარა თავი და მათ მიაწოდა ინფორმაცია თუ როგორ შეიძლება სიცილიაში ათენის არმიის დამარცხება. ანუ ის ინფორმაცია რომ გაუქმდა. ამის შედეგად სპარტელებმა ნიკიასის მიერ ხელმძღვანელებული ათენის ექსპედიცია სირაკუსთან გაანადგურეს და დამარცხდა ფაქტობრივად ათენი, ხო? გასაგებია. აი მაგიტო მე ანუ ეს ანუ შენ თუ ცოტა და ეხა ჩაგითვლი, ანუ კონკრეტული რაღაც რო ყოფილიყო, უფრო კარგი არა, იქნება. მას ნახეთ, მე არ ჩაუწვდი ამ ჩემთვის, იმიტომ რომ მე მეოთხეში და მეხუთეში ხო წერია ვისთვის იყო ეს კარგი და ვისთვის სუდია. ჯერი რო გადასვა სიცილიაზე არ არის ერთის მხრივ, ანუ ვიღაცისთვის შეიძლება. ანუ შენ გიწევ ჯარი გადასვა? ხო. არა, მე სხვანაირად გავიგე. ჯარის გადასვა არ გიწევ. ხო. მესამე წაიკითხება. მესამე არ მიწერია, იმიტომ რომ რადგან ავირიე ლოგიკურად ვერ მიხვდი, ვისთვის შეიძლება და ნახე, ჩემ გარდა მე რომ დევნიან, ჩემ გარდა და ათენის არისტოკრატიის გარდა ვისთვის შეიძლება იყოს კარგი? მოსახლეობისთვის. დადებითი შედეგის მომტანი, ხო? ხო, რა თქმა უნდა. მე შემიძლია რომ ეს გადაწყვეტილება დადებითი იყოს. არა, აი სულ რო გამხელას თავი დაანებოთ, ეს გადაწყვეტილება მომგებიანი ხო მაინც იქნებოდა. ყველაფერს რო თავიდან არეულობა, ქაოსია ეს ფაქტობრივად. ათენი ომშია ჩართული სპარტის წინააღმდეგ და შენი ვიღაცა ერთ-ერთი ლიდერი აგიჯახდა. ფაქტობრივად ეს დესტაბილიზაცია, ქაოსი, ანარქიული პროცესებია და ნებისმიერი ანარქიული პროცესი ომიანობის დროს მტრის წისქვილზე ასხავს წყალს. სპარტა იქნებოდა ამ კუთხით გამოკვეთილი და აბა იმაში ყოფილი
უარყოფითი სხვა არის, მაგრამ ეს დადებითია. აქ შეგეძლო გამოგვეკეთა უფრო ფაქტობრივი პასუხი, აქ იქნებოდა რომ ალკიბიადეს გადასვლა სპარტაში და მისი სამხედრო რჩევები დაეხმარა სპარტელებს. ეს უფრო ფაქტობრივია. მაგრამ თქვენ თუ სხვა გზა არ გექნებოდათ, ამოხვიდოდით აქედან განზოგადება პირი ებრძვის სახელმწიფო არისტოკრატიას და ეს ორი პირი თან ებრძვის სხვა სახელმწიფოს. განზოგადება ხდება, ელენე, შენთვის ვამბობ ამას განსაკუთრებით, რატო? განზოგადებული თვალსაზრისით მარტივია განსაჯო რა ხდება. მე თუ ვარ დაპირისპირებული შენთან და ჩვენ ორი რეალურად ერთი და იგივე ქვეყნის წარმომადგენლები ვართ და ვებრძვით მესამეს. დადებითი ვისთვის არის? მესამესთვის, ხო? იმიტომ რომ მე და შენ რომ ჩხუბობთ, ომი გვაქვს იმასთან, დადებითი იქნებოდა იმას ქვია სპარტა, ნებისმიერი ტიპის ანარქიული პროცესები მესამე მხარისთვის არის დადებითი. ეს არის მარტივი შაბლონი. ამიტომ აქ რო ეს დაგეწერათ, ეხლა მე გამსწორებელი ვიფიქრებდი, რომ თქვენ ცოტა აზროვნებთ. შეგიძლიათ რაღაცის მარტივი რაღაცეების გადააზრება მაინც. და შესაბამისად გამოვიდოდა ის რაც გამოვიდოდა და ეხლა მაგას ჩაგითვლიდი. დაგიწერია? არ გიწერია. ხო, თუ დაწერდით ასე ალბათ ჩაგეცვლებოდათ ეგ. მეოთხე კითხვა. უარყოფითი. უარყოფითი შეიძლება ყოფილიყო. გარდა ანუ ათენის და ალკიბიადეს გარდაოდა. ესე ათენის არისტოკრატიისა და ალკიბიადეს გარდა. ათენის ნებისმიერი ათენის მოკავშირე პოლისისთვის. იმიტომ რომ ათენი იყო მთავარი ძალიან მარტივია ესეც. მე და შენ თუ ჩხუბობთ. ხო. იმის გარდა რომ მესამე ხარისთვის დადებითია, უარყოფითი ჩვენი მომხრეებისთვის არ იქნება, მაგრამ თუ შენ დაწერ მომხრეებს, ეს ილუზიას ბადებს რომ თითქოს იგივე არისტოკრატია. აქ დაგიკონკრეტ ეს არისტოკრატიაზე გაქვს. აი ათენის გარდა რო ეწეროს. მან კიდე აქ ათენის მომხრე პოლისებისთვის იქნებოდა, რადგან ყველა პოლისი ათენზე იყო დამოკიდებული, ფინანსური ხაზინა იყო დელოსში შექონდათ ათენში შექონდათ ეს ფული იქიდან ნაწილდებოდა, პორტი ჰქონდათ ამათ პორტიდან ამარაგებ. აი 1000 რაღაცა დეტალს ვიჩაყებ, მაგრამ მოკავშირე ძალიან მარტივია. მე და შენ თუ ჩხუბობ, ჩემი მეგობარი ზიანდება, რომელიც ომშია ჩაბმული. ამისთვის რა არის საჭირო, რომ თქვენ ეს დავალება დაწეროთ. განაზოგადოთ. ამოწერეთ კითხვები. პირველი კითხვაში ამოწერეთ, რას ეძებ? ჩემს წინააღმდეგ დაწყებული სასამართლო დავის სამართლები რელიგიური მიზეზი. მეორე, ჩემს წინააღმდეგ დაწყებული დავის შემდეგ მე რა გავაკეთე? იმისი პოლიტიკის სამხედრო შედეგი. მესამე, მე და შენ რო ჩხუბობთ, მესამე სახელმწიფოსთვის რატოა დადებითი ეს? მოდი შენ, ვისთვის არის დადებითი? მე და შენ ჩხუბი. ტრისთვის. მე და შენ ჩხუბი ვისთვის არის უარყოფითი? მეგობრისთვის. ანუ რაღაც ეგეთი იდეაა. თავარია განსაზღვროთ კონტექსტი. მე და ვინ ჩხუბობთ? ხო? კი. ვინ ვის კლავს? იულიუს კეისის კვლევა მოხდა. მე რომ მომკლავ ვიღაცა გრანდიოზულ პიროვნებას, რა ხდება მაგ დროს? ანუ ესევე ყოველდღიურობის ისტორიიდან თუ გადახვალ ძალიან მარტივია რომ რაღაცები გამოკვეთოთ და მეხუთე. ეს ორი. არ გეწერათ? ანალოგიური მოვლენა იყო გაიუს მარიუსისა და ლუციუს კორნელიუს სულას კონფლიქტი. განსაკუთრებით მარიუსის გაქცევა და სულას დიქტატურა. სულას მარცხის ეს რო გადანესტა მაგრამ ფაქტი ერთი, ანუ ანალოგიური დასაბუთება, რომ მარიუსი, რომელიც ადრე რომის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული სარდალი იყო, დევნილობაში წავიდა, როდესაც სულა მის წინააღმდეგ კრული ქმედებები დაიწყო, ეს გავსი ალკიბიადეს გაქცევის ათენიდან. მეორე ფაქტი, მარიუსი საბოლოოდ დაბრუნდა რომში და კვლავ პოლიტიკურ ძალაუფლებას დაეუფლა. პირველი წერია სულას. ეცოთი, ისევე როგორც ალკიბიადე მოგვიანებით სცადა ათენში დაბრუნება და პოლიტიკური პოზიციების აღდგენა. აბა წამიკითხებ. სულა მარცხის გამო გადააყენეს და მის მოკლებად მარიუსი რომ მომხდა ის მარიუსი დასვეს. ვერ გავიგე, წამიკითხება. მეც ვერ გავიგე. სულა მარცხის გამო გადააყენეს და მის მოკლებად მარიუსი დასვეს. ეს მიწერია, არასწორი მაგრამ ანუ სულა მარცხის გამო გადა. ეგ არის, ნახე, ეს დავალება არის ზოგადად ორქულიანი. ხო.
მე უბრალოდ ამ ტესტში მაქვს დადებითიც და უარყოფითიც. თქვენ ეროვნულ ძროს შეხვდებათ ან დადებითი ან უარყოფითი. მაგრამ ორივეზე რომ უნდა გამუშაოთ, მე თვითონ ქულა მივაჭრე და მეხუთეს ერთი ქულა აქვს ამის გამო. შესაბამისად, აქ არის ორი ქულა და შენ ერთი ქულა დაგეწერებოდა თუ ორ ქულიანი იქნებოდა. რადგან გაქვს ანალოგი მოყვანილი, მაგრამ ფაქტი არ გაქვს, ორი ფაქტი. მაგრამ ეხა გაიგო, იმიტომ რომ ერთი ქულიანი. და ის შეიძლება და იულიუსკის და პოპულუსის დაპირისპირება რომ და ხო და იცი რა არის დაახლოებით ეგეთი იულიუსი ახლა ასეთი გრანდიოზული პიროვნება და უცბად მოდი რა თავი დაანებო ამ ანუ რაღაცა თითქოს გამოდის რომ შენი ის შრომა არ ფასდება ბოლომდე გამოგივი ეგეც იქნებოდა სავარაუდოდ კი რა ეხა რო თქვი სულას და ისა უცებ გამასება იულიუსკის და პოპულუსის ის ბრძოლა რომ კი ბატონო გადავიდეთ წყაროდ ესე იგი რას ვაკეთებთ ამ კითხვაში როგორც უნდა განაზოგადოთ პირობა, ისევე უნდა განაზოგადოთ ყველა კითხვა. განაზოგადეთ ხალხო. ჩემთვის რა მოიყვა ხოლმე ეს? ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოიტანეთ, თქვენს თავს მოარგეთ, თქვენ ჩასვით იმ და მარტივი აღქმა. ვერ აღქმა არ ხდება თქვენ, ვერ აღიქვამთ კითხვებს. განა ის რომ შეიძლება რაღაცები არ გახსოვთ, მაგრამ არ იცოდეთ რაღაცები ისე დეტალურად. აღქმა არ ხდება. კონკრეტულად იმისაც არის. მასაც დროს ზოგი არ მიწერია და დაგვრჩა ახლა წყარო. პირველი. დავითხო. პომპეუს რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდა. დიახ. ეს კეისრის ამის მცირე რიცხობრივი. მე ნუ რიცხობრივი უპირატესობა აქ უკვე ჩაგეთქვა. მე მწერე რომ უპირატესობა იყო ის რომ კეისარი შეშტებული იყო და მას ორჯერ ნაკლები საომარი ძალა ჰყავდა. არ მინდა ხო ესე ვცლად. აბა წამიგეთ კიდევ ერთხელ. უპირატესობა იყო ის რომ კეისარი შეშტებული იყო და მას ორჯერ ნაკლები საომარი ძალა ჰყავდა. ნახე, კითხვა წაიკითხება. მარჩას. ანუ ხო ვიკითხებიან რატომ იყო პომპეუსისთვის აი გამოჩნდა. ზოდისაც გამდე რა იყო ის უპირატესობა რის გამოც პომპეუსმა კეისრისთვის დაუყოვნებლივ უნდა პომპეუს უნდა შეეტია კეისრისთვის აქცენტი ვის ეკეთდება პომპეუს ნახე პომპეუსის უპირატესობა რა იყო პომპეუს ხოდა კეისარი შესუსტებული იყო და მას რო ორჯერ ნაკლები საომარი ძალა ჰყავდა არ იყო პომპეუსის ნახე შენ სწორი გამოდის მაგრამ თითქოს იწერა კეისარს ჰყავდა შენ თითქოს ვერ იგებ კითხვაში რომ პომპეუსის აქცენტი გაკეთებული ან პირდაპირ დაწერეთ რომ ვის აქცენტი ამ კითხვებში თქვენ თუ არ გინდათ რომ წყაროში არასწორი პასუხები დაწეროთ და გეგონოთ რომ სწორია აქცენტი დასვით ვის ეხება კითხვა დაუწერეთ ეხება პომპეუსს ეხება ამას გეკითხებიან აქ ყველა წყაროს დავალებაში უნდა გააკეთოთ ყველგან აქცენტი დასვათ ანუ ეს არ იქნება სწორი კეისრის არ მოიცით სწორი არის მაგრამ აი ეს რო არ მოხდეს და მე არ ვიდაო რომ რატო დაწერა ანუ სწორი არის ჩაგითვლით მაგრამ თქვენ რო თავი დაიზღვრეთ იმიტომ რომ ვიღაცამ შეიძლება არ ჩაგითვალოს ტექნიკურად არ არის სწორი მიხდით ტექნიკურად შინაარსობრივად სწორია გითვლით მაგას ტექნიკურადაც სწორი უნდა გიყოს ამისთვის საჭიროა რომ რა არის ისტორიის თავარი არსი რითიც ეროვნული გამოცდას შეგიფასონ გააზრების ანალიტიკური აზროვნების უნარი. რამდენად ანალიტიკურად ანუ ანალიზს რამდენად კარგად აკეთებთ კითხვაში. იმიტომ რომ თქვენ ჰუმანიტარულ საგნებზე რომ მოხვდებით, შეხვდებით ისეთი კომპლექსური კითხვები და საკითხები, რომელშიც იქნება რთული ქვეტექსტები გასააზრებლად. და ანალიზი თუ არ შეგიძლია და ისტორიას ვერ ახერხებ რომ გაიაზრო კითხვები მაშინ ესე იგი არ ხარ იქ მზად იმის. აი არის ამ საგნის იდეა და წყაროს ანალიზი არის ეგ. რას აკეთებთ ამისთვის? განზოგადება
განზოგადება იმიტომ უნდა გააკეთო, რომ გაიმარტივო კონკრეტიკამდე, აქცენტის დასმამდე. თქვენ პირდაპირ აქცენტს ვერ დასვამთ. ეხლა მე თავს კი არ ვიმაღალ, უბრალოდ სანამ არ დახვეწ სააზროვნო რაღაცეებს სწრაფად, აქცენტი ეხლა პირდაპირ აქ არის პომპეუსის უპირატესობაზე. მე ვეძებ პირდაპირ შემიძლია ახლა მე კითხვი და აქცენტი დავსვა, მაგრამ თქვენ რო პირდაპირ შეიძლება ვერ დაინახოთ ეს, რადგან მიჩვეულები არ ხართ, აუცილებელია ამისთვის ჯერ განაზოგადო, მერე დააკონკრეტო და მერე დასვა აქცენტი. მასე ხომ წერია მე პირდაპირ უპირატესობა იყო და პომპეუსის უპირატესობა რო დამეწერა უფრო იქნებოდა ხო კითხვის ის კითხვასთან შესაბამისი. ყველა კითხვამ პასუხი უნდა იყოს კითხვასთან შესაბამისი, ლოგიკური, ფაქტობრივი, შეიცავდეს შესავალ ნაწილს, ჯელობას და დასკვნას და უნდა იყოს ეპოქაში ჩასნული, ხო? გრამატიკულად სწორი უნდა იყოს. გრამატიკულად თუ არ არის სწორი, მძიმე მათ შეიძლება აზრი შეცვალოს. მეორეში პომპეუსმა შეიტყო, რომ კეისარი სწრაფად უახლოვდებოდა ქალაქს და საფრთხე ემუქრებოდა, ამიტომ მან ამფიფოლისში მხოლოდ ერთი ღამე გაატარა და შემდეგ სასწრაფოდ დატოვა ქალაქი. იმის გამო გაატარა ერთი დღე, რომ შეიტყო მტრის სიახლოვე. ერთი ქულა, დიახ. შენ რატო არ გიწერია? დრო ანუ 5 წუთს არ მქონდა და 20% რაც ის არ ქვია. გავიგე ისინი დავწერე რა. სამი კითხვა გამოტოვე. მესამე კითხვა. პომპეუსის არმია დემორალიზებული იყო, ხოლო მისი მეთაურობა არაკონკრეტული და გაუპედავი. როდესაც კეისრის კარგად ორგანიზებულმა ლეგიონებმა შეტევა განახორციელეს, პომპეუსის ჯარმა ვერ შეძლო პოზიციების დაცვა და სწრაფად დაეშალა. 2 ქულა. მიზეზი ის იყო, რომ არ იყვნენ კარგად დაცულები, არ იყვნენ ბრძოლისთვის კარგად მომზადებულები და ლაშქარიც გაიფანტა მეთქის მიზეზი. 2 ქულა. ელენი შენ რა გაქვს? მეც იგივე შინაარსით მიწერია. წამკითხება. ხო, ბრძოლისთვის სათანადოდ მომზადებულები არ იყვნენ და ასევე დაცულები და ლაშქარი კიდე ბოლოს გაიფანტა. ხო? მეოთხე. კეისარმა შექმნა მეოთხე ხაზი, რომელიც განალაგა მარჯვენა ფლანგზე კავალერიის უკან, რათა დაეცვა თავისი ჯარი პომპეუსის ხარისხების შეტევისგან. ეს სტრატეგია წარმატებული აღმოჩნდა, რადგან ამან საბოლოოდ უკუაგდო მტრის კავალერია. რადგან კოპორტებს მოეგერებინათ ცხენოსნების სწრაფი შეტევა. რადგან სწორია, 1 ქულა. რადგან მოეგერებინათ პომპეუსის ცხენოსნების სწრაფი შემოსევები. მეხუთე. პომპეუსი ცდილობდა ახალი ჯარის შეკრებას საბერძნეთში, რათა კეისრის წინააღმდეგ ბრძოლა გაეგრძელებინა და ახალი სამხედრო ძალა მოეპოვებინა. მე მიწერია, რომ ისახავდა იმ მიზანს, რომ ბრძოლისთვის მზად ყოფილიყვნენ მეთქი. მარტო 1 ქულადია. თქვენ? მე არ მიწერია. მეექვსე. ტრიუმვირატი. გცემთ? არ არის ტრიუმვირატი. მე რამდენი ტრიუმვირატი? უნდა დამეწერა მეორე ტრიუმვირატი იყო. მეორე. მეორეა ხომ? პირველი არ ყოფილა. პირველი იყო ხო? ისინი მერე იყვნენ. ანუ პირველი დამესაბუთები. ჩავინულე. არა, რატომ მე არ ჩავინულე და ასე პროშე მეკითხოში წერია რაღაც კითხვა და ეგ კითხვა ხას უსმენს რომ მე ვიცოდი რომელი ტრიუმვირატი იყო. ახლა ხას გადაგისმევ საერთოდ. -2. 2 ეს პირველი. თუ არ გიწერიათ პირველი ტრიუმვირატი გაინურეთ. 2 ქულა დაკარგეთ ასე უაზრობის გამო. საერთოდ ნეტად 16 ქულები აიღოთ. არ ვიღებდი ესე მივდიოდი პირველი რო არ დამკლებოდა. მე 7. ამაში დამწერე. პომპეუსმა თავი ეგვიპტეს შეაფარა 1 ქულა. ეგვიპტეს შეაფარა? დიახ. მერვე. დიდებულები ომში უკვე 6 თვე იყვნენ ჩაბმული და მობეზრდათ ბრძოლისთვის თავის არინება, მათ სურდათ სწრაფი გამარჯვება და რომში დაბრუნება 1 ქულა. დიდებულები უპროტესტებდნენ ომს, რომ მოსაწყენი იქნებოდა და ბრძოლისთვის თავი უნდა აერიდებინა. საბოლოოდ დიახ. მე მწერე ისო საბოლოოდ დაესრულებინათ ბრძოლა თქო.
იმიტომ რომ მობეზრდათ რომ აი იწყებოდა და ჩაითვალ შენ მეც იგივეში ნახე საბოლოოდ ომის საბოლოოდ დასრულდა. მეცხრე პომპეუსის გეგმა იყო რომ პირველ რიგში თავისი ძლიერი კავალერიის საშუალებით გაენადგურებინა კეისრის მარჯვენა ფრთა და შემდეგ ცხენოსნები შეეტყუებინა კეისრის ჯარის ცენტრში, რათა მთლიანად გაენადგურებინა იგი. ეს არის ჯერ თავის ერთი ქულა. უკუებდა კეისრის უფრო მცირე. ჩაითვალ. ხო, იმ წერე მეც იქნება დავიწერე ცხონდა. ელენე როგორ? მეცხრე თავის კავალერიით უკუებდა კეისრის მეათე პომპეუსმა დაკარგა კონტროლი, არ მისცა თავისი ჯარისკაცებისთვის ნათელი ბრძანება უკანდახევის შესახებ და თავადაც არეულობაში ჩავარდა ერთი ქულა. ამის გამო პომპეუსის არმიამ ორგანიზებული უკანდახევის ნაცვლად პანიკა დაიწყო. კიდევ ერთი, სულ ორი. მე მწერია უმეთაუროდ დარჩა ჯარი და მაგრამ უნივერსიტეტის წესრიგიანი უკანდახევა მეთქი, იმიტომ რომ იქ ეწერა რომ გაიქცაო ჯარმა. ჩაითვალე ორი ქულა. არ გაქვს? ელენი შენ? 11 კრასუსი არ პირველი ტრიუმვირატის მესამე წევრი იყო მარკუს ლიცინიუს კრასუსი, მაგრამ ის ვერ მონაწილეობდა სამოქალაქო ომში, რადგან 1953 წელს დაიღუპა პართებთან ბრძოლაში. კრასუსი არ მონაწილეობდა დაპირისპირებაში, იმიტომ რომ ის პართებთან ბრძოლას შეეწირა. ორი ქულა. მარკუს კრასუსი იყო ამ გაერთიანების კიდევ ერთი წევრი და იმიტომ არ მონაწილეობდა რომ გარდაცვლილი იყო მეთქი. კვდარი იყო. ორი ქულა და ბოლო. პომპეუსის ორი დაიწერეთ მანდ ორი ქულა. შენ სად ინიშნა? ის არა ქვია. ბოლო პომპეუსის მოკავშირეები წინააღმდეგობას აგრძელებდნენ აფრიკაში და ესპანეთში. მაშინ გამოვიწყეთ. ლარსის როგორ? წერია მე. ესე რატომ არ? კაი, გაინურეთ მაშინ. მას ორქულიანი კიდე რომელი იყო მე-11-ის გარდა? მეათე ორქულიანი იყო და მეექვსე იყო ორქულიანი და მესამე იყო ორქულიანი. და მესამეც ორქულიანი. მაშინ კარგი, დაითვალეთ ქულები. მე-11 ორქულიანი იყო? არა. მე-11 იყო ორქულიანი, მე-12 არა. მე-11-იც ორქულიანია და მე-12-იც ორქულიანი, მაგრამ ხო არ გეწერათ ესენი. ხო, მე-12-ე. მოკლედ. წყაროს დავალება როგორ უნდა გააკეთოთ მარტივად, კიდევ ერთხელ გიხსნით. წყაროს კითხულობთ. ან სწრაფი წაკითხვის მეთოდით უნდა ამოწეროთ აქედან აბზაცები. ერთ წუთი. სწორი, ან 12 ქულა მივიღე, სწორში. აბზაცების მიხედვით უნდა ამოწეროთ. და ამასაც შემდეგ სიმულაციაზე მოგთხოვთ რა. არ ვიცი როგორ აკეთებთ ამას. კითხულობთ თქვენი აზრებთ არ ვიცი. მე ვაკეთებ ჯერ კითხავს ვკითხულობ. ხო უნდა გავიგო. ამ მეთოდით ასწრებთ თუ ვერ ასწრებთ? რომ მე შევცვალო ეს მეთოდი. და სხვა მეთოდი გირჩიოთ. ამოწერეთ წერტილიდან წერტილამდე წაიკითხეთ. ან თუ გაქვთ ცოტა დრო, სწრაფი კითხვის მეთოდით გადაიკითხეთ. ამოწერეთ ასოციაციური სიტყვები, კეისარი, ტრები, რა ვიცი, მტერი, გამარჯვებით, თაბურდახვეული, რომი, დიდებული, თან კითხულობ, პომპეუსი, ან უკვე იკვეთება ამით ეპოქა. ასოციაციური სიტყვები ჩამოწერეთ, რომ თქვენ წყაროს გაიგოთ რის შესახებ არის წარმოდგენილი ეპოქა. პომპეუსი, კეისარი, მტერი, რა ვიცი, რა სიტყვებით შეგხვდებათ, რასაც შეიძლება აბზაცის გაერთიანება, წინადადების გაერთიანება რაღაც შეიძლება რა სიტყვებით შეძლოს, ამოწერეთ. ამას სწრაფი კითხვის მეთოდი კითხულობ და მერე თუ დრო ცოტა გაქვთ ამას ვამბობ. მერე იწყებთ კითხვებზე გადასვლას პირდაპირ. სწრაფი კითხვის მეთოდი, კეისრის მაგრამ აი ესე და თან ასოციაციურ სიტყვებს იწერთ. რომ რაღაცა თუ გაქვთ ბევრი დრო კითხულობთ წინადადებას, ორ წინადადებას მინიმუმ ერთად, იქედან იწერთ მოკლე ინფორმაციას, განზოგადებულ ინფორმაციას. ამის შესახებ არის ეს მონაწილეობს ასე შემდეგ. იწერთ ასე ნაწილ-ნაწილ მთლიანად, კარგად, ნელა, მერე უკვე კითხვებს ძალიან მალე დაწერთ. მას მე ან ჯერ კითხულობ. ეგ უკვე არის ერთ-ერთი კიდე. ჯერ კითხულობ კითხვებს და პასუხი გხვდება ტექსტში. სადაც გხვდება ტექსტში პასუხი, მეორე კითხვის იქედან აგრძელებ უკვე. ეგეც არის, მაგრამ
მაგ დროს საშიშროება ეგეც ძალიან კარგი მეთოდია. მაგრამ საშიშროება მაგ დროს არის ისეთი დეტალი რაღაცა გამოგეპაროს ზემოთან ქვემოთ. რომლის გაკითხვაც ხელახლა დაგჭირდეს, მაგრამ ეგ ერთ-ერთი ყველაზე კარგი აპრობირებული მეთოდია, მაგრამ ხელახლა დაბრუნება ხშირად იწლევს ბევრჯერ გადაკითხვას, აბნევას, ერთი და იგივეს. და ამიტომ ჯობს რომ აბზაცობრივად ამ მონაწერი გქონდეთ და თქვენ წინასწარ იცოდეთ რა სახის ინფორმაცია რომელ აბზაცში წერია, რომელ წინადადებაშია და მასევე მიწევთ. მე კითხვები და მე რაღაც დავუბრუნდა ამ იმას. კითხვებს რაც შეეხება, კითხვები ეს მარტივია. თუ გეკითხებიან შენან ძირითადად უნდა გამოკვეთოთ თქვენი აზრი, წყაროს მიხედვით, წყაროდან გამომდინარე, წყაროში არსებული რა ინფორმაცია ადასტურებს და ასე შემდეგ, ყველაფერი ინფორმაცია არის წყაროში. ანუ აქ რომელ დინასტიის მმართველობის დროს ახლდა ფრანკთა სამეფოს ერთიანობა მე-8 საუკუნეში. მე რომ იმდები ხო? სანდე. ფრანკთა სამეფოს ერთიანობა 23. კითხვა. მე-8 საუკუნეში ეს არის კაროლინგები. მეროვინგების დროს პირიქით. ესე იგი ეხლა რა არის თქვენი მთავარი შეცდომები? აი, რა ვიცი, ეს ყველა აბიტურიენტის სცენია და თქვენი განსაკუთრებით როგორ ჩანს. ხართ საშინლად დაუკვირვებლები. ამას რამე თუ არ მოუხერხეთ, მე ვერაფერს ვერ კვირდებით რა, მე იქ ვერ გამოყვებით, რომ ეს თავში ჩაკუჩი ჩაგარტყოთ ხოლმე რეზინის და გამოვახიზოთ. თუ თქვენ თვითონ არ მიხვდებით იმას, რაც მისახვედრია. რა არის მისახვედრი? კითხვა, ანუ შინაგანი мотиваცია გქონდეთ, რომ ჩემი სიმულაციის ქულა წყვეტს ჩემს მომავალ ქულას. წყვეტს. ქვენს ჩვევას ვერ შეცვლით გამოცდის დღეს. ვერ შეცვლით გამოცდის დღეს. რაც მიიღეთ ახლა, ამ ჩვევითვე დაწერთ ეროვნული სტეც გამოცდაზე. ხო გაქვთ რა ვიცი 8 სიმულაცია თუ რამდენი 9 სიმულაცია თუ რამდენი გაქვთ რა ვიცი რამდენიც გაქვთ დაწერილი 8 სიმულაციის ჩვევაა ეს ქულა ხვალ რომ მოგინდეთ ვერ გადაწერთ აი ზეგ და 4 სიმულაცია მინიმუმ შეიძლება დაგჭირდეთ რომ ერთი ჩვევა შეცვალოთ ტესტური წერაში აი წყაროს ანალიზის წერაში შენ რო არასდროს არ მიწერ იმას რა ქვია ხუთქულიან დავალებას რას ელოდები აი ამიხსენი მცდელობა მქონდა სად მქონდა რა მქონდა სულ რო დამიწერო ინგლისურად ფრანგულად რა ვიცი რამე შეცდომა სულ რო უაზრობა დამიწერო უნდა დაწერო ხო ჩვევა ვეღარ გამოასწორებ შენთან გიგმა რო ერთი წელი ასე აკეთო იმიტომ რომ არ აპარებ და მეორე წელს დაიწყო და ამ ერთ წელს ვერაფერს ერთი წელის ჩვევა რო გვაქვს რაც მეტია ჩვევა რაც უფრო დიდი ენთუზიაზმი გჭირდება რომ ეს ჩვევა შეცვალო და ნუ მიაჩვევთ საკუთარ თავებს ისე რაც არ გჭირდებათ გამოცდაზე იგივეს გეტყვით პრაქტიკაში ნუ მიაჩვევთ პრაქტიკულ სწავლაში ისე თქვენს თავებს რომ არ ისწავლოთ წლები და ისწავლოთ სხვა რაღაცაები ან წლების გარეშე როგორც ხედავთ ვერ აზროვნებთ ლოგიკას ვერ ააგებთ აქ და მაშინ ორი გზა გვაქვს ან ესენი მოვსპოთ არ დაწეროთ სიმულაციები ბოლოსთვის შევინახოთ და მთლიანად თეორიაზე გადავერთოთ რომ კარგად ვისწავლოთ მაშინ ისეც კი კარგად წავდა ანუ ნელა კი არ გავიაროთ ესე სწრაფად გავიაროთ 200 ჯერ გაგატაროთ 200 ჯერ და პირდაპირ მნიშვნელობით და არაპარალელური გამეორებით ან კიდევ ასეთი მეთოდით ოღონდ ეს არის პარალელურად წლები ისწავლოთ თან სიმულაციები იმიტომ რომ მზაობა 3 თვეს ნამუშევარი ტესტებზე და 1 წლის ნამუშევარი ტესტებზე ბევრად უფრო სხვანაირია შედარებითი 10 თვე რო ეხა სიმულაციებს წერ და ბოლო 1 თვე სიმულაციებს წერ ეს განსხვავდება შენ ტესტი უნდა დაწერო მაშინ თეორიული გამოცდა რომ მქონდეს ზეპირი გამოცდა საერთოდ აღარ დაგაწერინებდი მაგრამ თქვენ ხო ტესტს წერთ და მე რო ტესტები თვის ბოლოს დაგაწერინოთ იქნება აბსურდი რა ტყუილი ამიტომ ეს უნდა გაითვალისწინოთ რომ ტესტების წერა თუ ტესტებს არ წერთ ჩათვალე რომ ძალიან ცუდ დღეში ხართ არ თარიღებს
და ამას ვერ ავგრძალა. ვერც აი ამ გარჩევას ვერ ავგრძალა, ვერ ამოვიღებ ჩემ იმიდან, იმიტომ რომ თუ ტესტებს წერ და მარტო ქულას იგებ, მაშინ ვერ იგებ რა შეცდომებს უშვებ და მაშინ ქულა მოტივაციის მომცემია და დამაქცეველი ხარ. უბრალოდ ვეღარ იგებ, ანუ ქულა არაფერს არ ნიშნავს ჩემთვის არსებითად ახლა. იმიტომ რომ ეს ქულები ამ ქულების სტატისტიკა გვაძლევს შედეგს რეალურად და ამაზეც უნდა დაფიქრდეთ, იმიტომ რომ გარკვეულ შედეგებზე გადის. მოკლედ, მე მგონი გარკვევით თქვი, რუკასში არ შეიძლება ქულა, აი თუ რუკაში ჩათვალეთ, რომ ოფიციალურად არ დამენახოთ რა. არ ვიყავს თქვენი მოსწავლე. რუკაში ქულა ეს არის არ ვიცი, არ მოყარს ეს. ამაში თუ აზროვნება არ შეგიძლია აი რაღაც მაგიდა table. და არჩევით ბოლოიანი. თქვენი ორიენტირება უნდა იყოს, რომ 35 კითხვიდან აიღოთ 33 მინიმუმ 34. დიახ. და აწარმოოთ თქვენივე ქულების დავალებათა სტატისტიკა. როგორ? დაწერთ, არის მარკერი აქ. დაწერთ აქ ქულას. აი აქ. აი ესეთი ცხრილი უნდა გააკეთოთ. პირველი სიმულაცია 35 ქულიანი, 6 ქულიანი, 7 ქულიანი, 19 ქულიანი, თუ რამდენიც არის 14 ქულა წყაროს. პირველ სიმულაციაში მივიღო 35-დან 32, აქედან 4, აქედან 3, აქედან 12. მეორე სიმულაციაში მივიღო 33. მას მე რომ ისმავე ტესტებსაც ვიცი. მესამე სიმულაციაში მივიღე ეს და ასე შემდეგ. ჩვენ მე რომ უკეთესად გამოვასწრო, ხო? მე რომ გაიგო სად გიჭირს. რა ტიპის სააზროვნო უნარები გაქვს დაკვირითებული და რა ტიპის სააზროვნო უნარები გააუმჯობესე. შემოსახავს გამოვაჯობესე. მიწერია. და ესე უნდა ყველა სიმულაციაზე ჩამოწერილი გქონდეთ, იმიტომ რომ ხედავდეთ თქვენი პროგრესი რა არის ხა. ხონდა იცოდეთ სად ხართ. რა გააუმჯობესეთ, რა ვერ გააუმჯობესეთ, აქ 17 გაქვს და 9 ეს ხო რაღაცა შვებას გაძლევს, 2-ით მეტი აიღე, კიდე 2-ით მეტი აიღე, კიდე 2-ით მეტი აიღე და აქ რა არის სტაბილურობის შენარჩუნებაა ძალიან მარტივი მე. იმიტომ რომ ეს ჩვევა თუ ასე გამოიმუშავე, გონე აი მართლა ფუნქციური ხდებით მე და ბევრად უფრო კარგ შედეგებზე გადიხართ, ვიდრე მაგალითად ასე გახვიდოდით. მოკლედ ეს არის ძირითადად რაღაც თქვენ სიმულაციაზე წარმოდგენა უნდა გქონდეთ და იმედი მაქვს, რომ ამ ყველაფერს გაიაზრებთ. სხვაგვარად შეუძლებელია. მოიცადეთ, სად მიდიხართ? დაითვალეთ ახლა. დავთვალე. თქვენი ქულები ერთი